მე ვეცდები ვისაუბრო იმაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სხვადასხვა ჯგუფის შემოყალიბების უფლებები იყოს დაცული და ესე ჩვენ საზოგადოების სრულფასოვანი მოქალაქეები და ღირებული წევრები ვიყოთ და გავხდეთ. პირველ რიგში კი, მე რა თქმა უნდა ვისაუბრებ უფრო მეტად უსინათლოთა საჭიროებებზე, თუმცა ახლა ვიტყვი, რომ უფრო კარგი არის, როდესაც ზოგადად შეშინოპირებზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება გამოგჩნდეს მრავლობითი დარღვევები, ეგრეთ წოდებული. ის რომ უსინათლო შეიძლება ამავდროულად იყოს ეთიკის მოსარგებლეც, შეიძლება იყოს კრუცთან, შეიძლება იყოს თქვათ სმენად დაქვეითებული და ასე შემდეგ. და შესაბამისად მრავლობითი ტიპის მხარდაჭერა ჭირდებოდეს. ან ის რომ ერთი ტიპის ღონისძიებას შესაძლოა სიკეთე მოჰქონდეს, როგორც უსინათლოებისთვის, ასევე სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, მაგალითად ხელმოწერასაც ვეძახით, რაც არის რეალურად გარიგებაზე გამოვლენილი ნების ნამდვილობის დადასტურება, რომ რაღაც ტექსტს გავიცანი და ვეთანხმები, ამ კუთხით ალტერნატივების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, რომ მარტო ტექსტის ბრტყელი შედით წაკითხვა საკუთარი თვალით და საკუთარი ხელით ხელმოწერის დასმა რო არ არის. არ უნდა იყოს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ დავაფიქსირო, რომ ტექსტს გავეცანი და ვეთანხმები. ეს დაეხმარება არა მარტო უსინათლოებს და დაიცავს არა მარტო უსინათლოების უფლებებს, არამედ მაგალითად ცერებული დამის მქონე პირებს, ასევე ამპუტანტებს, ზედაპირულების არ მქონე პირებს და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ გამომდინარე. შევეხები მოკლედ მიმდინარე რეფორმას, კერძოდ კი შეშინოპირთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, რომ იქ მე-14 მუხლში ეს სლაიდებზე არ არის და მე-14 მუხლში სოციალური დაცვის მუხლში, რომ შემოვიდეს სოციალური კომპენსაციის პარადიგმა. ანუ ის, რომ ჩვენ ვიღებთ პენსიებს, რაღაცა შეღავათებს ხო ჭალებში, ეს არ არის რაღაც ხო საქველმოქმედო უბრალოდ მოწყალების სახით გადადგებული რაღაც თანხა, ეს არის საკომპენსაციო ზომები. ანუ ის, რომ შეშინოპირის ცხოვრება და ინკლუზია საზოგადოებაში შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე არა შეშინოპირის, ხო, არსებული გარემოდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ტაქსიც უწევს, თქვათ, შეშინოპირის სიარული, ან გამცემლის დაქირავება, ხო, რის გამოც მის ხელფასს აკლდება, ან სხვა ნებისმიერი ისეთი მუდმივი ხარჯი აქვს, ან დაყარა საშუალებების თუ სხვა რაღაცის კიდევ. სწორედ ამის კომპენსაცია ხდება საშემოსავლო გადასახადებისგან განთავისუფლებები თუ სხვა რა. აუცილებელია ქალთა უფლებების გაწერა კონკრეტულად იმ კანონში, ისევე როგორც შეშინოპირთა უფლებების კონვენციაში არის და ისევე როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებშია. და ამ მიზნებში შეშინოპირები ნახსენებნი ვართ 19 ჯერ, თუმცა იმ მუხლებში, სადაც არ ვართ პირდაპირ ნახსენები, იქაც საუბარია ძალიან ყველა ადამიანზე, ყოველი ადამიანი, ყოველი პიროვნება, რაც ასევე რა თქმა უნდა მოიცავს შეშინოპირებსაც, ხო, და შეშინოქალებსაც მათ შორის. ის რომ ბავშვების მარტო საუკეთესო ინტერესი კი არა, დასრულები რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას, არამედ ბავშვიც თავისი ასაკის და განვითარების შესაბამისად და პროგრესულად ერთვება თავისთან დაკავშირებული გადაწყვეტების მიღებაში. ხო, ის რაც კონვენციაში წერია ისედაც. მნიშვნელოვანია, რომ კანონში გაიწეროს ვალდებულებები სახელმწიფოსი მისადგომობასთან დაკავშირებით, მათ შორის სამუშაო სიქცეებისაც, იმიტომ რომ დღეს კანონი რასაც გვაქვს, იქ გაწერილია ზოგიერთი უწყება ჩამოთვლილი, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად მისადგომი, რაც ერთგვარად ხურავს ამ თემას, ანუ გამოდის, რომ სხვა უწყებებს რაღაცნაირად არ აქვთ ამის ვალდებულება, იმიტომ რომ კანონში ისინი პირდაპირ არ არიან ნახსენები. და ესეც აუცილებელი, რომ დაგავიწყდეს. სხვა რამდენიმე საკითხი არის კიდევ, ხო, ანუ ის, რომ სოციალური მოდელი არ არის ამ კანონში გაწერილი და გაწერილია ესე ფსიქოსოციალური მოდელი, რომელიც ისევ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს კონცენტრაციას, ანუ როგორია ეს ადამიანი, რომ იმას აქვს პრობლემა და არა გარემოს, რომელიც იმ ადამიანს ზღუდავს. აქვე ვიტყვი კიდევ ერთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები რო შედის, უსინათლოებისთვის, თუმცა ეს არ უნდა იყოს მარტო უსინათლოებისთვის და ამასთან დაკავშირებითაც მე წერილობითაც მოგაწოდეთ ჩემი მოსაზრებები და არ მარტო ჩემი თემის ზოგადად.
კანონში გაიწეროს ეს ვიდეო კონტროლი და მნიშვნელოვანია რომ ეს წერა-კითხვის უცოდინარი ცნება იყოს ამოღებული, იმიტომ რომ წერა-კითხვაც რომ არ იცოდეს უსინათლო და თუნდაც კომპიუტერზე ბეჭდვა ან ბრაილიც რო არ იცოდეს, მაინც შეუძლია ვინმეს რომ ჩაურთოს კომპიუტერში და მოასმენინოს ტექსტი, ხო, პროგრამულად. და იგივე წერა-კითხვის არ უცოდნე არა შეშინებისაც იგივე შეუძლია რომ გააკეთოს, ხო? და ასევე ნოტარიატის შესახებ კანონშიც, როდესაც მოხდება შეშინების ხელმოწერის დამოწმება, არ არის აუცილებელი ის მისი ხელით იყოს შესრულებული, ხო? შეიძლება ვინმე ერთხელ დაუწეროს, ნოტარიუსმა დაამოწმოს, რომ ეს არის მისი უნიკალური და როდესაც ის მიიტანს ამ ბეჭდებს და ამით დაამოწმებს და ნოტარიუსთან ამ დოკუმენტს წარმოადგენს, ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს და თავის პირადობას, ეს უნდა იყოს საკმარის. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოტორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის ამ შემთხვევაში. და იგივე ციფრული ხელმოწერა, რომელიც გვაქვს პირადობით, ასევე შეიძლება რომ გამოვიყენოთ. და კანონით იყოს გაწერილი მისი უფრო ფართო გამოყენება. რაც შეეხება უშუალოდ უსინათლოების საკითხებს. დასაქმების სფეროში ძალიან აქტიურად განიხილება და ბევრ ქვეყანაში, ევროპულ ქვეყანაში არის კვოტების სისტემა, რომელზეც ასევე ამ კანონში არის საუბარი, თუმცა რაღაც გარკვეულ ეტაპზე ფინანსის სამინისტრომ ის დაფუძნა ეს კვოტების საკითხი და ის ამოღებულია ამ კანონიდან. რომელიც სადაც საკმაოდ დეკლარაციული ხასიათის აღგანწერია ხელის შეწყობა და არამზრუნველყოფა, არავალდებულება. აქვე ვიტყვი, რომ სოციალურ საწარმოებთან ერთად ესეც ერთ-ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ ღია შრომის ბაზარზე დასახვდნენ მათ შორის უსინათლობის, მაგრამ არა მარტო. ავტობუსებში ტრანსპორტში გაჩერების გახმოვანება და არა მარტო თბილისში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიც, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. გამცირებლის სერვისის გაზრდა რაოდენობრივად, იმიტომ რომ თბილისში როდესაც რამდენიმე ასეულ უსინათლოზე 2 თუ 3 გამცირებელი მუშაობს, და თვეში ორჯერ გაქვს მისი გამოყენების უფლება ამ სერვისის სარგებლობის, ეს არ არის საკმარისი. შეგვიძლია გავუყოთ მაგალითად მიზნობრივი ჯგუფები, მაგალითად სტუდენტები, რომლებსაც ყოველდღე უწევთ საკმაოდ სიარული, ხო, ახალგაზრდები, აქტივისტები, რომლებსაც ასევე ყოველდღე უწევთ ძალიან ხშირად არა ნაცნობ გარემოში, სადაც ისინი ვერ დაისწავლიან ამ გარემოს სიარული. უსინათლოებისთვის და სხვა შეშინებებისთვის რეაბილიტაციო სერვისების გამრავალფეროვნება, ხო, საუბარია მობილობა ორიენტაციის სწავლებაზე, ანუ გადაადგილების, ოკუპაციურ თერაპიაზე, თვითმოვლის უნარების შესწავლა, სახლში მოქცევის, დასუფთავების უნარი, დალაგების უნარები თუ სხვა მსგავსი უნარების შესწავლილი სერვისების დამკვიდრება, რაც ნაკლებად არის დასული პირებისთვის და მაინც სპეცსკოლა თუ არ გაქვს დამთავრებული, ამ რაღაცაზე წარმოდგენა არ გაქვს, ავიცი ოჯახში თუ იმამ არ გასწავლა და მშობელს ძალიან უჭირს ხოლმე ამის სწავლება, იქ ვიზიანდება, არის ის მეთოდიკა და ასე შემდეგ. უსინათლოებისთვის შემოთავაზებული დამხმარე საშუალებების გამრავალფეროვნება. ხო, აქ მნიშვნელოვანია CCTV, ანუ გამადიდებელი ეკრანი, სხვადასხვა გამადიდებელი შუშები, ლუპების მიწოდება, ასევე ბრაილის დისპლეი, რომელიც კომპიუტერს რო შევერთებ, ბრაილით იწერება, ყველაფერი საცდება კომპიუტერში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ყრუ და უსინათლოებისთვის, ან სმენა დაქვეითებული და უსინათლოებისთვის, ხო, რომ ხელით მაინც შეძლონ ინფორმაციის წაკითხვა და გაცნობა. უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური კომპონენტის შემოტანა, განათლების, ანუ უსინათლოებაზე პასუხისმგებელი პირების არსებობა უნივერსიტეტში, რომელიც დააყვალიანებს შეზღუდვის შესაძლებლობის მქონე პირს ან სხვა ნებისმიერი სპეციალური საგამანათლებლო საჭიროების მქონე პირს იმ შესაძლებლობებზე, როგორც შეუძლია, რომ თავის თავზე მოამბოს გარემო, რომ შეძლოს კარგად სწავლა და რაღაც არ დაიჭროს არც ის და ასე შემდეგ. ბიბლიოთეკები და ლიტერატურა ზოგადად მისაწვდომ ფორმატში უსინათლო ადამიანისთვის. რამდენიმე ბიბლიოთეკას საქართველოში აქვს ეგეთი წიგნები, ზოგს აქვს ბრაილით, ზოგს აქვს აუდიო დისკებზე ჩაწერილი, ზოგს აქვს PDF ფორმატი, რომელთაც შეიძლება მოსმენა, ანუ წიგნის განხორციელებული პროგრამის მეშვეობით და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს რესურსი განთავსდეს ერთ ონლაინ პლატფორმაზე ამ ბიბლიოთეკების მითითებით, ხო, თუნდაც რომ არავის არ ქონდეს იმის განცდა, რომ მისი რესურსი რაღაც დაიკარგა და მისი სახელი დაიკარგა, ხო, თუნდაც, იმიტომ რომ ამის გაციფრება სჭირდება თავისი ადამიანური რესურსი.
აუცილებელია იქ სამეცნიერო სახელმძღვანელოებიც იყოს ატვირთული და სხვადასხვა რაღაც წიგნები, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ხო რეგიონებში მცხოვრები უსიმართლოებისთვის და არა მარტო მაგალითად დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ კითხულობენ და ჭირდებათ მოსმენა, რომ ირბინონ და ეძებონ რომელ ბიბლიოთეკაში რომელი წიგნი მოიპოვება. აქვე მნიშვნელოვანია ზუსტად ამ მიზნით მარაქეშის შეთანხმების რატიფიცირება, რაც სწორედაც რომ საავტორო უფლებების შეზღუდვას გულისხმობს იმ შეშებო პირების სასარგებლოდ, რომლებიც თბილისში დაბეჭდილ წიგნს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ კითხულობენ. და გამომცემლებთან ხვეწნა მუდარა რაც ახლა დღეს ხდება, სტუდენტები ეხვეწებიან გამომცემლობებს, რომ მოგვეცით ვორდის ვერსიები სახელმძღვანელოების, რომ მოვისმინოთ და ვისწავლოთ და მათ იმის გამო ეშინიათ, რომ არ გავცემეს, არ აძლევენ ძალიან ხშირად. ეს საკითხი ამით გამოწვევა. არ მახსოვს ახლა ყველა პრინციპში რაც იმ სლაიდებზე იყო, მაგრამ პრინციპში ეს იყო ძირითადი ის რაც ვიდოდა და სხვა მხრივ მზად ვარ შეკითხვებისთვის. დიდი მადლობა.